მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა გავაკეთოთ, ხო? კვირის პროგნოზი, ვნახოთ რას მოგვიტანს ჩვენ შემდეგი კვირა. სიგნიფიკაციას გავაკეთებ, რომ კარგად გავიგოთ, აბა თქვენია ეს გაშლა თუ არა. ან რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ? შეიძლება ვერ ხდებით რომ იმყოფებით ამ ენერგიებში და ტარო გვეტყვის ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს გვეტყვის. იმათის, ვისაც სურს თვითონ ისწავლოს ტაროს საკითხვა, მე მაგ კურსები არაჩვეულებრივი სტუდენტები უკვე გამოუშვი, ამიტომ ტაროლოგები უკვე სტუდენტები, არა სტუდენტებიც ყავს, მაგრამ ტაროლოგები და გელოდებით. იქ არის ლინკი ვიდეოს ქვეშ და შეგიძლიათ მოგწეროთ, ვისაც გსურთ. სექტემბერში ახალი ნაკადს ვიყვან. რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში ამ კვირაში. ნახოთ, აბა რა ენერგიებში იქნებით თქვენ. აბა რა ენერგიებში შედიხართ. ვინც პირველად არის, აქ ჩვენთან, აქ ნახეთ როგორ ცვლილებები მინდის. ჩვენ ვიხილავთ სამ სფეროს. აქ ეს იქნება თქვენი საქმიანობა, სამსახური, ბიზნესი, ვის რა გაქვთ, ნახოთ, შეიძლება სწავლა. ნახოთ ახლა აქ რა ენერგიებში ხართ, თქვენი დაიჭირეთ ყოველთვის, რა თქმა უნდა. შეიძლება სამივე სფერო იყოს თქვენი, შეიძლება რომელიმე. Ну, დააკვირდეთ, იმიტომ რომ ახლა ეს საჯარო გაშლაში ასე ხდება ყოველთვის. აბა ფინანსებში რა გაგეხარდებათ? რითი გაგახარებთ თქვენ სამყარო? ფინანსებში ვნახოთ. რა სიხარული გელოდებათ და რა თქმა უნდა ჩვენი თემა რომელიც არის ურთიერთობა, ხო? ნახოთ, აბა რას გვაჩვენებენ თქვენ პირადი ცხოვრება. მოდით ასე დავარკვათ, იმიტომ რომ პირადი ცხოვრება აქ შეიძლება ბევრი რაღაცა გვაჩვენოს უფრო ფართოდ, ვიდრე მხოლოდ თქვა პარტნიორი. ნახოთ. აი ასე ვსა. ვსა რაღაც გაუგებრობა გაქვთ პირადში, ხო? так, ნახოთ, აბა რა ენერგიებში მყავხართ ეხლა. საკმაოდ შემიძლია გითხრათ კარგ ენერგიებში კი არა, ძალიან მაგარ ენერგიებში მყავხართ თქვენ. აქ თქვენ ეხლა უკვე აი ნახეთ, ენაც დამებნა, იმდენად კარგი პოზიცია არის და იმდენად კარგი სიტუაცია გაქვთ თქვენ. აქ უეჭველი ვიღაცამ გააკეთა არჩევანი, რომ მე ვიწყებ ახალ ცხოვრებას. მე არავის არ უყურებ, მე არავის არ ვეკითხებ, მე უკვე ბევრი რამე ვისწავლე, მე უკვე ვიცი მე რა მინდა, მე არა ვარ დამოკიდებული ვინმეზე, რომ ვიღაცამ რამე მიკარნახოს, იმიტომ რომ მე დიდი გამოცდილება გამოვიარე და აი ეხლა უკვე გადავდივარ ახალ რეალობაში. იმიტომ რომ აქ უკვე დავტოვე მე ყველაფერი, ჩემი ნერვიულობები, ჩემი უფულობა, ჩემი ვალები სიტყვაზე, ხო, ნუ ვის რა აქვს და მაქსიმალურად ვარ მზად იმისათვის, რომ უკვე მივიღო ახალი ინფორმაცია, აი ახალი ცხოვრება, როგორ შევქმნა, ან როგორ გავაუმჯობესო ის ცხოვრება, როგორიც მე ახლა დღეს მაქვს, მაგრამ აქ ძალიან მაგარი ენერგიებში ხართ, ზოგს ახლა ნამდვილად, ზოგმა შეიძლება ბინა შეიძინა და ხართ გახარებული. ზოგს შეიძლება სამსახური ან მიმკვიდრეობით რამე მიიღეთ, არ არის გამორიცხული, შეიძლება ზოგს შვილი შეიძინა და მაგით ხართ გახარებული, ხო? ან მიიღეთ რაღაცა მნიშვნელოვანი შეტყობინება, რომელსაც ელოდებოდით და რომელიც შეიძლება ვთქვათ, საბუთებს ეხება, შეიძლება რაღაცა გამოგივიდა ძალიან, აქ როგორი ენერგია, აქ როცა ადამიანი დგას მყარეთ ფეხზე, მაგრამ ახალიც მისთვის არ არის უცხო, ანუ მე კარგი ცხოვრება კი მაქვს, მაგრამ უფრო კარგისთვისაც ვარ მზად. ყოველთვის გახსნილი არის ჩემი გული იმისთვის, რომ მე ახალი რამე შემოუშვა ჩემ ცხოვრებაში, ინტერესი მაქვს რა არის ეს ახალი რა მელოდება კიდე წინ, რა შეიძლება შემოვიდეს ისეთი, რაც მე გამახარებს. აი უზომოდ კარგი პოზიცია თუ თქვენ ახლა ზიხართ იმ ენერგიებში, სადაც ზიხართ, ტირი ხარ და მგლოვიარო, ეგ არ არის თქვენი პოზიცია, უეჭველი შემიძლია გითხრათ. ნახოთ ახლა. ვაუ, მაგაც რა მაგარი ენერგიები შემოდის ღმერთო.
ანუ ნახეთ რა ხდება. აი როცა ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს აი ასეც რომ მე პასუხს ვაგებ ჩემ ცხოვრებაში, ხო? მე ვფიქრობ მხოლოდ იმაზე რა გამახარებს მე წინ. მე მხოლოდ სიუხვეზე ვფიქრობ, სიუხვეზე ყველა ჩემ სფეროში რა. როცა უკვე მიღებული არის, აი მე მივიღე ეს გადაწყვეტილება რომ მხოლოდ წინ, მხოლოდ ახალი, რაც მე გამაბედნიერებს, რაც მე შემავსებს. გამიგეთ, თუ რამე არ მომყვება, იმას მე ვტოვებ უკვე იქით. და ნახეთ, როცა შენ უკვე გადაწყვეტილება მიიღე, მყარეთ, ხო? აქ თვითბედიც ერთობა უკვე. და ნახეთ, რამ ხელა წინსვლა გელოდებათ. იმ ხელა წინსვლა გელოდებათ, რომ ძალიან კმაყოფილი იქნებით. თუ დაუშვოთ თქვენ ახლა აპირებთ სადმე წასვლას, იქნება ძალიან კარგი სიტუაცია. თქვათ, ახლა დაუშვოთ დასასვენება, ძალიან კარგი სასტუმრო, ძალიან კარგი სახლი დახვდება, ძალიან კარგი ადამიანები დახვდებათ, ძალიან კარგ დროს გაატარებთ თქვენ თუ დასვენებაზე აპირებთ წასვლას, აი ისეთი კმაყოფილი იქნებით, რომ აი რა გითხრათ რა. შეიძლება ზოგი პირიქით ბრუნდება თავის სახლში, სადღაც იყავით თქვენ ახლა წასული და აი ძალიან გახარებული იქნებით, იმით რაც დახვდება. ზოგს შეიძლება აქ გადასვლა, აქ უკვე თავის სახლში, თქვათ ახალი სახლი თუ აქ დაუშვათ შეიძინეთ და აი ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს იმ სახლში, ესეთი კარგი აურა, მე კმაყოფილი ვარ, მე აი სიამოვნის ტკბები რა, იმით ახლა. ნუ აი გეუბნეთ თუ გადასვლა, წასვლა, აი ყველაფერი, მაგრამ აი ეს რომ რაღაცა სასწაული წინსვლა მოდის თქვენთან, რომელიც თქვენ ძალიან გაგახარებთ, შეიძლება რაღაცა ამბავი დაუშვოთ თქვენ ოჯახზე, თქვენ ოჯახის წევრებზე, იმ ადამიანზე, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, შეიძლება აქ თქვენთან სახლში მოდის ადამიანი, რომელიც თქვენ ძალიან გაგახარებს, რომელიც თქვენ გიყვართ და რომელიც თქვენ გსიამოვნებთ, ხო? აი შეიძლება ან სტუმარი მოვიდეს დაუშვოთ, ან ადამიანი, რომელიც თქვათ ცოტა ეგოისტი, ხო, მაგრამ აქ მოდის რაღაცა ბედნიერებით და სიხარულით. აი რაღაც ძალიან კარგი მოდის ინფორმაცია, რაც მე ძალიან მიხარია. ნუ ჩვენ მე მგონი უკვე გადავდევართ იმ ვინც აქ ჩემთან სულ არის, ახლა უეჭველი თქვენ უკვე გადადიხართ ნამდვილად ისეთ ენერგიებში, რაღაც სასწაულში. ნახოთ აბა ახლა საქმიანობაში, რა ხდება საქმიანობაში. აი ნახეთ რა ხდება საქმიანობაში და თუ რამე დარდი გქონდა თქვენ, თუ რამე აი არის ზოგჯერ როგორი მომენტი, რომ თქვათ ადამიანი ბევრ რაღაცას დებს და ვერ ხვდება რა უნდა, ნუ არ იღებს იმ თქვათ შედეგს რასაც ელოდება. აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ყველა თქვენი პრობლემები ხო წავა თქვენი ცხოვრებიდან, მაგრამ ნახეთ, თქვენი გამოცდილება, ნახეთ რამხელა გამოცდილებით, თქვენ ამ გამოცდილებას გამოიყენებთ და ნამდვილად, რასაც დიდი ხანი ელოდებოდეთ, რასაც თქვენ ფიქრობდეთ, რასაც თქვენ ოცნებობდეთ, რასაც თქვენ მედიტაციებს აკეთებდეთ, შეიძლება პრაქტიკებს აკეთებდეთ, ხო? აუცილებლად თქვენ გაგიმართლებს, აუცილებლად თქვენ ცხოვრებაში შემოვა, აი მზიანი ამინდი რო იტყვიან, თბილი ამინდი შემოდის. ზოგი შეიძლება მართლა მიდის დასასვენებლად რა და შეიძლება თქვა დაუშვოთ თქვენ ახლა ფიქრობთ რომ იმ ბევრი ვიმუშავე, ბევრი, ნუ ვიყავით თქვა, შეიძლება даже მარტო გიწევდეთ ყოფნა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება მიიღეთ, всё რაღაცა უნდა შევცვალო და უნდა წავიდე და დავისვენო, ხო? თქვათ რომ კიდე მოვიკრიფო ძალა, მაგრამ აქ ყველა ვარიანტში იმ თქვენ საქმეშიც, თქვენ საქმე, რომელიც თქვენ დაუშვოთ, ნუ ხასავთ განდაგელი რა არის, ესეთი ენერგია, ანუ საქმეზე ჩვენ ხო ვიღებთ. ანუ აქ ადამიანს რაღაცა ცოდნა აქვს და ამ ცოდნას თქვენ რაღაცა გადაიყვანთ, აი უფრო ახალ ეტაპზე, კიდე თუ ეგაც შეიძლება იყოს, ხო? ზოგისთვის თქვათ ახლა ეს არის, ანუ თუ სწავლას ეხება, თქვენ სხვა კურსზე გადაადეხართ და ძალიან კმაყოფილი ხართ მიღებული ცოდნით, რომელიც ცოდნა თქვენ ახლა თქვა მიიღეთ რა. კიდე ზოგისთვის იქნება თუ თქვენ მაგალითად ახლა ნუ თქვენი ცოდნის გაცემა კი იქნება, მაგრამ შეიძლება თქვენ ვიღაცა აი რამე ვთქვათ თუ ნუ მაგალითად პრობლემები გქონდათ, ფიქრობდეთ აი მინდა გადავედი სამსახურში, სხვა სამსახურში. აი რა გავაკეთო ახლა, ხო, იმიტომ რომ მიხვდე რომ აქ უკვე მე ამოვწურე ყველაფერი და მინდა რომ რაღაცა ახალი მქონდეს, ხო, იმიტომ რომ გამოცდილება მივიღე, მაგრამ ახლა ახალი მინდა. აუცილებლად ვიღაცა შეხვდება თქვენ ესეთი ადამიანი, რომელიც თქვენ დაგაყვალიანებს რა, ანუ გეტყვის რომ აი
ეს არის თქვათ შენთვის და ანუ ან შეიძლება შენ ახლა ნერვიულობ რომ რა ვქნა სამსახური დავკარგე რა გავაკეთო საერთოდ იმიტომ რომ ამდენი პრობლემები ამდენი რაღაცები და აი აქ გეუბნებით რომ ძალიან გაგეხარდება თქვენ კი გგონიათ რომ აი რა ვქნა მარტო ვარმე ხო აი აქ ღმერთი დაგეხმარებათ უეჭველე თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი არასოდეს ეს არ იფიქროთ რომ მე მარტო ვარ და რა ვქნა აი გეუბნებით თქვენ თვითონ გადადიხართ აი რაღაცნაირად სულ აი ძალიან ნათელ ენერგიებში გადადიხართ რა და ძალიან დაფასდება კიდე თქვენი სწავლა თქვენ თუ ასწავლით ვინმეს ხო ანუ ძალიან დიდ შედეგს მიიღებთ რა ძალიან კმაყოფილი იქნებით რაც ეხება სამსახურს აქ და საქმიანობას და ქმედებას აი აქ შემიძლია გითხრათ მარტო ეს მზის არკანიც რომ გამოვიდა ანუ ეს არის რომ მე ვაკეთებ იმას რაც მე მინდა მე ვქმნი ჩემს ბედნიერებას იმიტომ რომ მაგ გამოცდილება უკვე გამოვიარე ბევრი სხვადასხვა პერიოდები თქვათ ხო და ეხლა უკვე მზად ვარ ამ ჩემი ბაგაჟით გადავიდე ბედნიერებაში გამიგეთ აქ ძალიან კარგი პოზიცია ნახოთ ეხლა ფინანსები რითი გაგვახარებენ ხო ფინანსები რითი გაგვახარებენ ფინანსები აი აქ ნახეთ როგორი კარგი სიტუაცია აქაც ნახეთ სულ განდეგელი ნუ აქ უბრალოდ როგორ არის აქ ადამიანია ნახეთ აქაც ყველგან გახარებული იქნება ანუ აქ ყველა პრობლემებიდან გამოდიხარ და ძალიან გახარებული იყავი რატო გითხარით რომ აქ ადამიანმა აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე არ ელოდება ვიღაცას რომ ვიღაცა რაღაცას გადამიწყვეტს ხო არ ელოდება იმას რომ შეიძლება даже თქვა ანახა თქვათ გადაწყვეტილება ვაფშე მიიღოთ რომ მინდა ჩემთვის მარტო ვიცხოვრო ხო აი გადაწყვეტა ხო всё მორჩა რომ აი არ მინდა თქვათ დაუშვათ მშობლებთან ცხოვრებ და ან ზოგ შეიძლება განქორწინება ან ზოგ შეიძლება მუშაობ და ან ვინმესთან იყავით ნუ ყოველ შემთხვევაში აქ არის როგორი მომენტი იცით მე პასუხისმგებლობას ვიღებ გინდათ აქ და აქაც იგივე არის და ამიტომ თუ რამე პრობლემები გქონდა თქვენი ცოდნა დაგეხმარებათ ძალიან დაგეხმარებათ და თქვენ რამე პრობლემები გქონდა თქვენ მაგას დაასრულებთ იმიტომ რომ 10-იანი ხმალებას ეს ყოველთვის უკვე მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო ხო და ნუ ფული საიდან ვიღებ ჩვენ აქედან ვიღებთ ხო მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო ეხლა ვარ მინდობილი უკვე უფალს ხო მაღალ ძალებს და ამიტომ თქვენ გეუბნე რომ შენი ცოდნა შენ აუცილებლად დაგეხმარება შენ გამოყვალ შენ არ იფიქრო რომ შენ თქვა ტყუილა ისწავლე ხო ან ტყუილა გამოცდილება თქვა რაღაცა საქმეში ეს შენი გამოცდილება გამოგიყვანს შენ ისეთ მდგომარეობიდან რომელიც იყო შენთვის გაუსაძლისი ან შეიძლება ბევრი პრობლემები გქონდათ რა და აი აქ ნამდვილად არის ძალიან კარგი გამოსვა კი ბატონო იმიტომ რომ აქ ახალი კლიენტები მოგივათ აუცილებლად თუ კლიენტებთან მუშაობ ხო იმიტომ რომ თქვენ დაინტერესებთ ადამიანებს თქვა თქვენი მიდგომით თქვენი საქმიანობით თქვენი სიტყვა პასუხით თუნდაც ხო აქ გამოჩნდება ადამიანი შეიძლება რომელიც რამეს შემოგთავაზებს და გეტყვის რომ კი ნამდვილად შენაირი სპეციალისტი ჩვენ გვჭირდება და რა თქმა უნდა ნუ აქ როგორი სიტუაცია არის იცით აქ თუ თქვენ გაქვთ იმისი შიში აი დაუშვათ მე ვსწავლობდი მაგრამ ახლა რაში გამოვიყენა ეს სწავლას რომ ვამბობ მე ვგულისხმობ აქ ყველაფერს აბსოლუტურად აი მე ისიც კი ვიცი რომ გოგოები რომ მიდიან საზღვარგარეთ და იწყებენ იქ ცხოვრებას ხო და თქვათ ახლა გინდა მოვლილად გინდა სხვანაირად სწავლობ შენ ცხოვრებას ხო იქ ცხოვრებას სწავლობ ხო გინდაც დასრულებული გაქვს უმაღლესი სიტყვაზე შენ და მიდიხარ და სამსახურს იწყებ შენ იქ სწავლობ როგორ იმიტომ რომ შენ კი მიიღე განათლება მაგრამ ეს განათლება ხო უნდა გამოიყენო და შენ კიდე სწავლობ ახლა როგორ უნდა გამოიყენო შენი განათლება ისე რომ შენ შემოგივიდეს მე უკვე ну ამ შენ ცოდნაზე თანხებით შემოვიდეს ხო დაუშვით რომ აბა ისთვის სწავლობ ხო რა თქმა უნდა იმისთვის რომ კიდევაც შენი ცხოვრებაც გაალამაზოს ხებს ეხმარები შენი განათლებით და შენ სამყარო მაგით მადლობას რა გიხდეს მასე რა თქვა შენი შემოსავლით ამიტომ აქ არ უნდა გქონდეს თქვენ ახლა ამისი შიში რომ არ უნდა იფიქროთ რომ რა ვქნა რა გავაკეთო არა აქ უბრალოდ უნდა დაიჯეროთ რომ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი არ უნდა გქონდეთ ის მომენტი რომ აი მე ახლა რისთვის მჭირდება ეს არა
აქ გეუბნებით, რომ აი ნახეთ, როგორი გახარებული 10-იანი პენტაკლებიც და 10-იანი არის აქ, ამდენი 10-იანი, ეს იმას ნიშნავს, რომ აი აქ ბედმა შეგისმინათ, გამიგეთ, აქ ისედაც უკვე მაღალი ძალები გისმენ უკვე შენ რასაც უშვებს სამყაროში და უკვე შენ უკან გაძლევს ყველა ვარიანტში სამყარო პასუხობს, გიგზავნე, რასაც მთხოვე, ხო გინდა რომ გაგახარო. მე უკვე შევისმინე შენი ნათქვამი და ამიტომ უკვე გიგზავნე ამ ბედნიერებას და ამ სიხარულს შენ. უბრალოდ აი შეიძლება თქვა კიდე დასაწყისში რაღაცა ცოტაზე აქ ნერვიულობაც არა, ეს არის როგორ საერთოდ 10-იანი ხმალების ეს როგორი თემა, როცა უკვე მართლა აი მე ვბარდები ღმერთს რა, ღმერთო შენ გაბარებ ჩემს ბედნიერებას, ჩემს უბედურებას, ჩემს ფინანსებს, თქვათ ახლა კრედიტებს, სესხებს, ყველაფერს, აი როცა ასე ბარდები შენ თლიანად ხო ღმერთს, აი მერე უკვე მოდის ის რომ შენ სირთულეებს ახლა უკვე შენ გაქვს როგორ იცით რომ შენი ანუ თითქოს ვიყვირებ უკვე ხო ღმერთო მიშველე და უკვე თითქოს წამოვა დაიწყება ნახეთ აი ესე დაიწყება და შენ არცელოდებოდე მაგრამ რამხელა ბედნიერება მოვა და რამდენ პრობლემას გადაწყვეტ ანუ აქ შეიძლება შენ ინერვიულობ ზოგადად კვირის დასაწყისში და უკვე იტყვი რომ ღმერთო არ შემიძლია გბარდები და მაგ დროს ზუსტად აი ნაბიჯ შეიძლება თქვა ცოტა თანხა შემოვა მე კიდე უფრო მეტიც თანხა შემოვა მე იფიქრებ როგორ კიდე მჭირდება თქვა რაღაცებისთვის ხო და მე იმხელა თანხა შემოვა რომ შენ ყველა პრობლემას აქ გადაწყვეტ უეჭველი და იქნები ძალიან ბედნიერი და იტყვი რომ აი ყველაფერი შევასრულე მე და ჩემი სული ბედნიერად ვარ აქ შეიძლება ვიღაცა გაგეხარდებათ რომ აი შვილები დაგეხმარებიან დაუშვოთ ხო ეგ მომენტი არის შეიძლება ან ოჯახური რაღაცა თემა არის შეიძლება თქვენ დაუშვოთ რაღაცას ბინას უყიდეთ თქვენ შვილს რა ვიცი მე შეიძლება ეგაც იყოს რატომაც ხო არა თუ გაქვს საშუალება ну ყოველ შემთხვევაში აქ არის ეს მომენტი როცა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი კვირა ისე დასრულდება რომ აი იტყვით რომ ღმერთო მადლობა და აი მიხვდებით თქვენ რამხელა თვირთს თქვენ მოგხსნით როცა ჩაბარდებით უფალს აი დამიჯერეთ ეს არის აი მაგაზე კარგი არაფერი არ არის გამიგეთ არ უნდა სთხოვოთ ღმერთს არაფერი იმიტომ რომ ღმერთმა უკვე ყველაფერი ჩვენ მოგცა მე არ მიყვარს ხა ასე საჯაროდ ლაპარაკი უფალზე და ღმერთზე იმიტომ რომ ეს ესეთი თემა ვაფშე რელიგიაზე ეს არის ყველასი ინდივიდუალური და ანუ ვის როგორი მიდგო მე უბრალოდ თქვენ გადმოგცემთ ჩემს მიდგომას თუ ეთანხმებით ნუ მადლიერი ვარ თუ არა და თქვენი ახლა უნდა გქონდეთ აზრი და უბრალოდ მე გეუბნებით როცა ჩვენ ვამბობთ რომ აი ღმერთო მომეცი ხო დამეხმარე ეს არის როგორ იცით აი შენ რო დაუშვათ მიდიხარ სტუმრად სიტყვაზე შენ ადამიანმა განიწყო მაგიდა ყველანაირად ყველაფერი მოგცა თქვათ იქ ნაირნაირი საჭმელები და ეს შენთვის მოვამზადე და შენ იძახე იცი რა იქნება მაჭამო რამე და ადამიანი გაოგნებულია რა გაჭამო ვერ გავიგე ამდენი ნაირნაირი საჭმელები მოგიმზადე და კიდე რა გაჭამო ერთი ამიხსენე გამიგეთ აი ეგეთი რა და ნუ იქნება მაკარონი მომიხარშო გამიგეთ აი ეგეთი რაღაცა და გული ხო და აი ხო დაგწყდება ახლა შენთან ეგეთ სტუმარი რომ მოვიდეს და ისე რა ქვია ან შვილი მოდი შვილი ვთქვათ და შენ ყველანაირად ყველაფერი გაუკეთე ახლა პირველი მეორე კამპოტი რა ვიცი ნამცხრები ხაჭაპურები ლობიანები რა ვიცი რა შეიძლება იყოს და ის გეუბნება რომ მიდე რა მაჭამე რა გეხვეწები და რა გინდა და მაკარონი გაგიჟდები გაოცდები ხო მოგეცე და კი ბატონო იღებს ყველაფერს მაცევარში შეინახე არ გინდა აგერ ჭამე მაკარონი გამიგეთ იმიტომ რომ ღმერთი გვაძლეს ჩვენ ყველაფერს ჩვენი საქმე არის მივიღო ანუ თუ დაუშვათ დაინახე რაღაცა ხო მოგივიდა რაღაცა აზრი ეს ტყვილა არ მოგივიდა ეს უკვე ღმერთმა დაგანახა შენთვის ეს არის გამზადებული და შენ თუ იტყვი რომ არა ძვირია აი მანქანა გაიარა და აუ რა მაგარი მანქანა მაგრამ ძვირია კარგი რა დაგანახა შეიძლება ის მანქანა 3-დან მარტო შენ დაინახა ან даже 10-დან მარტო შენ დაინახე სხვები არც მიაქციეს ყურადღება ანუ ღმერთმა დაგანახა ეს შენთვის უკვე გამზადებული მაგრამ შენ თუ გინდა მიიღე თუ არა მე რითი ვიყიდა ეს უკვე შენი საქმე არ არის შენ უბრალოდ უნდა მიიღო და ენდო აი ასეთ თემებზე ახლა ჩვენ ვისაუბრებთ ანუ ჩემს
გოგოებთან, ვინც ახლა არის ჩემთან ქალთა სკოლაში, მესამე კურსზე გადავალთ, ახლა ქალი და ფული. აი ეგეთ რამებს ვასწავლე, როგორ უნდა მიიღო, იმიტომ რომ მე ვასწავლე მხოლოდ იმას, რაც მე თვითონ მაგ გამოვლილი და რაც მე თვითონ ნამდვილად შედეგს მაძლევს და ეხლა უკვე არაჩვეულებრივი ბინას შევიძინე დუპლექსის მაგარი ადგილზე თბილისში და უკვე ნელ-ნელა მერე განახებთ კიდევაც, იმიტომ რომ აი სულ ამ ტექნიკებს ვიყენებ და ვიცი რომ როცა ბარდები ღმერთს ის ყოველთვის შენსკენ არის. და აქ ძალიან კარგი შემოსავალეც გექნება თქვენი შრომა, აქ ძალიან დაფასდება ეს რო იცოდეთ რა. შემდეგი ვნახოთ პირადი ცხოვრება, რა ხდება პირად ცხოვრებაში. აქ გოგოებო ძალიან მალე მოვა ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვენ უკვე ჩააბარეთ წარსულს. შეიძლება აქ მოხდეს ის სიტუაცია, რომ თქვენ კი დაასრულეთ, ფიქრობთ ურთიერთობა ამ ადამიანთან და გონიათ, რომ უკვე всё. კარგად იყავი, დაგემშვიდობე და უკვე აღარც გელოდები, ამ დროს ელოდებთ კიდე რაღაცას ელოდებით და აი აქ აუცილებლად ვიღაც ეს გამოჩნდება ესეთი ადამიანი, თან ისე შეიძლება მოულოდნელად ან რაღაცა შეტყობინებას მიიღებთ ასეთ ადამიანს, აქ შეიძლება ვიღაცასთან სხვაობა იყოს, ასაკში არ გამიკვირდება, რაღაცა შეტყობინებას ადამიანისგან, რომელიცთანაც თქვენ დაასრულეთ ურთიერთობა, თქვენ უკვე შეიძლება მაგას არც ელოდებით, აქ შეიძლება даже საღამოს საათებში ან ჩამოვიდეს, კვირის განმავლობაში გვაქვს ჩვენ საქმე, ან მოგწერს რაღაცას ეს ადამიანი. კი, და აქ იქნება სხვათა შორის ძალიან კარგი სასიამოვნო საუბარი გექნებათ ამ ადამიანთან. იმიტომ რომ მოვა რაღაცა კარგი წინადადებებით, ხო? შეიძლება რაღაცას, თქვათ, მიხვდა ამ კი, აქ პაუზა ქონდა, ძალიან დიდი ხნის პაუზა და ზოგი ფიქრობდა რომ მორჩა უკვე, даже დავასრულე უკვე. მე აქ არც ველოდები კი, ზოგი კი შეიძლება ელოდებოდა ისე მაინც სადღაც გულის სიღრმეში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ეს ადამიანი ვისთანაც თქვენ გაიარეთ გზა, მაგრამ აქ უფრო მაინც ვხედავ როგორ დასრულებას, მაგრამ აღდგენას რა, იმიტომ რომ თქვენ კი ფიქრობდეთ შეიძლება რომ მორჩა, მაგრამ აქ ნახეთ როგორი სიტუაცია, აქ არ არის ადამიანი, რომელიც თქვენ გძულთ. არა, აქ შეიძლება ხა რა დაშორება ადამიანთან შეიძლება როცა გიყვარს, მაგრამ არის რაღაც სიტუაციები და შენ ახლა შორდები დაუშვოთ. მაგრამ აი აქ რაღაც გაგეხარდება ძალიან, ან რაღაცას გეტყოს, ისეც რაც მართლა შეიძლება რამე გეგმებზე გეტყოს, შეიძლება даже ისეთ რამეს გეტყოს, რასაც შენ დიდი ხანი მისგან ელოდებოდე. გამიგეთ? ანუ თქვათ ახლა იმიტომ დაუშვოთ დაშორდი რომ მილიონჯერ ერთი და იგივეს გეუბნებოდი და ვერ მიხვდი და ვერ ხვდებოდი. ხო და ეხლა ეს ადამიანი ამ პაუზაში რო იყო, თქვენგან შორს რო იყო, მიხვდა ბევრ რაღაცას და შეიძლება აქ ბევრისთან იქნება ძალიან სასიამოვნო საუბარი, იმიტომ რომ ადამიანი მოვა და თავის გეგმებზე დაგელაპარაკებით და ანუ იმაზე გეტყვით, რასაც თქვენ დიდი ხანი ელოდებოდით, დიდი ხანი ელოდებოდით და ეს შეიძლება გპირდებოდეთ, მარტო თქვენ იდეებით იქ და ის გპირდებოდეთ, გამიგეთ? მაგრამ ეხლა უკვე რაღაც დაგელაპარაკებად, ხო, იმაზე რომ ნამდვილად მე ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, მე ნამდვილად ეხლა, აქ ადამიანი როგორ არის, იცით, მიხვდება, რომ თქვენ ხართ ის გოგო თქვათ, ხო, ვინც მას, ის ადამიანი, ვინც მას უყვარს და ნამდვილად ეხლა უკვე თითქოს ვეღარ დიდი ხანი იჯდა ეს ადამიანი, სადღაც აქ ლოდინი ქონდათ ამ ადამიანის. რა შეიძლება კიდე როგორი მომენტი შეიძლება იყოს, დაუშვათ თქვენ დიდი ხანი ელოდებოდეთ რომ ადამიანისგან ქმედებას ისე რომ თქვათ, სიყვარულის ახსნას თუნდაც, გამიგეთ? და ამას ვერ ბედავდა ეს ადამიანი, თქვათ, ხო? აქ რაღაცა ისე უცბად მოხდება სიტუაცია, რომ მოვა და გეტყოს, რომ ამდენი ხანი გიყურებ, ამდენი ხანი თქვათ, ეხლა ჩემთვის, იმიტომ რომ აქ შეიძლება
დაჟე ახალი ადამიანიც იყოს სხვათა შორის თქვენ რო იცოდეთ, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დაჟე აქ ვიღაცასაც იქნება სიტუაცია, რომ დიდი ხანი ვაფშე ვზივარ და არანაირი ურთიერთობა, არანაირი ძვრა არ არის. ვაფშე საერთოდ უკვე მარტო ვფიქრობ, რომ всё, ჩემთვის ვარ და მორჩა და ვიღაცა შემოვა ადამიანი და შეიძლება ახალი შემოვიდეს ადამიანი და თქვენ ახლა აი აქ გეტყვეს რომ დიდი ხანი გითვალთვალებდი, ხო? მაგრამ არ გამოვდიოდი, მაგრამ აი ძალიან ვეღარ მოვითმინე, სამი რაინდე. აქ სხვა პატარა იქნება თქვენზე ბიჭო ვაიჭველი. ნუ შეიძლება ძალიან ბევრად არა, მაგრამ ნუ ასე. და აი და ძალიან გაგეხარდებათ. გაგეხარდება, ნახოთ იცნობთ თუ არ იცნობთ, უიმე. აქ ნახეთ, შეიძლება ბევრისთვის იყოს დაჟე ვაფშე ახალი ვიღაცა. შეიძლება აქ ნახეთ როგორი მომენტი არის, ესე რა ქვია. так, ახლა ვეგეტყოთ, მოიცადეთ ერთი წუთით შემოსიხარულე კუნებუნებო. აქ როგორი სიტუაცია არის, იცით? შეიძლება ზოგისთვის ეს იყოს ადამიანი, რომელიც მართლა არ მოქმედებდა. გამიგეთ, მაგრამ იმოქმედებს. მაგრამ ან თქვენ უკვე იცით, რომ ეს ადამიანი, თქვა, თქვენ გითვალთვალებდა რაღაცას, ნუ მართლა შეიძლება ახალიც იყოს. მაგრამ როგორი სიტუაცია, არა. ნუ აი შეხედეთ, ნახეთ, ან ნუ იმიტომ რომ მართლა საჯარო გაშლაში ცოტა რთულია, შეიძლება ზოგისთვის მართლა ახალი იყოს და ზოგისთვის ადამიანია, რომელსაც თქვენ მართლა უკვე არ ელოდებოდეთ, მაგრამ თქვენ გქონდათ ურთიერთობა და თან შეიძლება და საკმაოდ კარგიც გქონდათ გზა გამოვლილი, მაგრამ ნუ რაღაცა შეიძლება მიზეზის გამო შეიძლება ტყუილი დაუშვათ, ნუ რაღაცა, ან შეიძლება ვიღაცის ენას აყევით დაუშვათ, ხო? და დაშორდეთ, მაგრამ სულიით ვერ დაშორდეთ, ასე რომ ვთქვათ. და აი 10-იანი პენტაკლების აქაც არის რა. იქნება რაღაცა აქ სერიოზული საუბარი. შეიძლება და ნუ შერიგებაც გქონდეთ თქვენ, იმიტომ რომ მიხვდებით, რომ ნამდვილად მე ახლა აი სულით გულით ყველაფრით აბსოლუტურად, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები გაქვთ თქვენ მოგონებები რა ამ ადამიანთან, აი ძალიან ბევრი მოგონებები გაქვთ, ან ისეთი, რომელიც აი ნუ აქ გეუბნებით, აქ თუ დაშორდეთ, აქ არის გაშვება ადამიანის სიყვარულით. მიხვდით? იმიტომ რომ ბევრი რაღაცები გაქვთ მოგონებები მაგ ადამიანთან და აი იმიტომ მოვა უკვე რაღაცა სერიოზულად ეს პიროვნება, როგორც აი ნახat, სერიოზულად ისეთი რომ მიხვდა ამ ადამიანს, ნახat, ხო გითხარით აი აკა წეხან რომ შეიძლება ვიღაცა მოვა თქვენთან სახლში, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანი, ვინც გიყვართ დაუშვოთ, ხო? აი ზუსტად იმ ადამიანს ბევრი იფიქრა და მოდის თქვენთან, ბრუნდება, აქ დაბრუნება არის. დაბრუნება არის, იმიტომ რომ ხდება, რომ აქ ორივეს ძალიან გქონდათ რა, აი მოწყენილი იყავით, ასე რომ ვთქვათ, ელოდებოდეთ და შეიძლება უბრალოდ დაჟე სულის დონეზე ელოდებოდეთ ერთმანეთს, რას მოგიტანთ ეს? რას მოგიტანთ? ნუ სხვათა შორის თქვენ აქ დაფიქრდებით, გესასიამოვნო რაღაცებს გეტყოს ეს ადამიანი, მაგრამ ცოტა ისეთი საუბარი იქნება რაღაცას დაუწყებს მტკიცებულებებს და რაღაცებს ერთმანეთს და ამიტომ თქვენ აქ დაფიქრდებით სხვათა შორის. დაფიქრდებით, იმპერატორად მოდის ეს ადამიანი და იცით რატო დაფიქრდებით თქვენ, იმიტომ რომ კი თქვენ ახლა ეს კი ბევრი რაღაცები რო გამოიარეთ, ყველა ხო არ დაშორდებოდეთ, ხო დაუშვათ და აი შეიძლება იტყვით რომ აი ან დროს მისცემთ მაგ ადამიანს რომ ნამდვილად რო აქ იმპერატორი ვარ რო ამბობს რომ აი დამანახე რა შენი იმპერატორობა, იმიტომ რომ აქ თქვენ უკვე მართლა აი აქ ვერ ვხედავ იმას, კი გაგეხარდებათ რომ გამოჩნდება ეს ადამიანი, მაგრამ ის მას ვერ ვხედავ რომ თქვენ ახლა ეგრევე ჩაოვარდებით მაგას მკლავებში, არ არის ეგრე. იმიტომ რომ ეს კი გეტყვის რაღაცას მოვა თქვათ რომ იმიტომ რომ მაგრამ დრო დაგჭირდა დაფიქრდებით. მისაც წავედი ახლა ეს ვინ ახლა გადამიყვანა კიდე იმაზე. თქვენ რა გითხარით, ესე იგი ურთიერთობაზე რო გადავალთ, всё, შემათრევთ ხოლმე. შეხედეთ,
შეიძლება სხვათა აი აქ გეუბნები ინტუიცია, ხო თქვენი ჩართეთ მშვიდად წყნარად, ნუ აქ უეჭველი რა, აქ სიყვარულია. შეიძლება ზოგთან მოვა ისეთი ადამიანი, კიდე ნახეთ, რომ აი ისეთი ადამიანი ზუსტად რანაირსაც თქვენ ელოდებოდით, აი ზუსტად ისეთი, როგორიცაც თქვენ ელოდებოდით და აი მაგ ადამიანთან უკვე თქვენ გამოივლით ძალიან მაგარ ისტორიას და რომელიც დამთავრდება ძალიან დიდი სიყვარულით. всё. ეხლა უკვე აღარ მთხოვოთ მე ურთიერთობაზე, მე გავაკეთოთ ჩვენ გაშლები, ხო? აი ესეთი კვირა გელოდება ძალიან საკმაოდ საინტერესო ეს სიტუაციები შეიძლება ნახეთ გადავიდეს ცოტა და უკვე იქით. ნუ ამ კვირაში დააკვირდეთ ეხლა აქედან რა იქნება თქვენთან, რა ასრულდება. всё, გაკოცეთ ბევრი მიყვარხართ ძალიან და ყველაფერს კარგს გისურვებთ.